საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 აგვისტოს ღირსი არსენ ნინოწმინდელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა მოღვაწე არსენი სამცხის დიდგვაროვანთა შთამომავალი იყო. მან პატარაობიდანვე უფლისკენ მიმავალი გზა აირჩია. სიჭაბუკეშივე წავიდა იერუსალიმში და ქართულ მონასტერში დაიწყო ცხოვრება. მოგვიანებით მას მღვდლად დაასხეს ხელი. შემდეგ კი ნინოწმინდის ეპისკოპოსად აკურთხეს. გარკვეული დროის შემდეგ მონაზვნური მყუდროების მოყვარე წმინდა არსენმა დატოვა ეპისკოპოსობა და დავით კურაპალატთან მივიდა. მეფემ მას ცნობილი მწიგნობარი იოანე გრძელისძე გააცნო. წმინდა არსენი და იოანე დამეგობრდნენ. ორივე მოღვაწეს უფლის უდიდესი სიყვარული ჰქონდა გულში და მისი მცნებების განმტკიცებას ცდილობდნენ ერში, მაგრამ თავად მონაზვნობის დიდი ღვაწლი აირჩიეს. წავიდნენ პონტოში და იქ ერთ-ერთ მონასტერში დასახლდნენ. ცნობილი სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და საუკეთესო კალიგრაფი წმინდა არსენ ნინოწმინდელი და იოანე გრძელისძე მოგვიანებით ათონის ქართველთა მონასტერში მიიწვიეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით წმინდა მოღვაწე არსენი დიდად დაეხმარა წმინდა ექვთიმე ათონელს სამწიგნობრო საქმიანობასა და წიგნების აღწერაში. ღირსი არსენ ნინოწმინდელის კურთხევით წმინდა ექვთიმე ათონელმა წინამძღვრობა ღირს გიორგის გადააბარა და თვითონ მთლიანად მთარგმნელობით საქმიანობაში ჩაერთო. წმინდა არსენ ნინოწმინდელი მშვიდობით აღესრულა ათონის მთაზე 1282 წელს. ღირსი მამის ნეშტი წმინდა გიორგი ათონელის ლოცვა კურთხევით წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის გვერდით დაკრძალეს. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის და ფოთის ეპარქიები ჩამოყალიბდა. 1996 წლის 24 მარტიდან კი ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა იმ დროისთვის მთავარ ეპისკოპოსი გრიგოლი. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ ზუსტად 20 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ფოთის მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ადგილობრივები დილიდანვე შეიკრიბნენ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. ღვთისმსახურების დაწყებამდე მღვდელმთავარმა შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ეპარქიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიდება და მადლობა ღმერთს, სამყაროს შემოქმედს, რომელმაც დღეს აქ შევკრიბა ერთი გუმბათის ქვეშ, ერთი სიყვარულით, ერთი გრძნობით და იმ მიზანდასახულებით, რომ ამ ერთობაში თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენმა ერთობამ, ჩვენმა ერთიანმა სულიერმა სხეულმა, ჩვენმა ეროვნულმა სხეულმა გამარჯვება პოვოს. დიდად ხარობს ჩემი გული, რადგან დღეს ხვდა პატივი ფოთის საკათედრო ტაძარში ვუმასპინძლოთ მრავალ ადამიანს, უპირველესად ჩვენს წმინდა სინოდის წევრებს, მეუფეებს, რომლებიც შაბათ დღეს ჩამობრძანდნენ თავისი ეპარქიებიდან და მოიტანეს დიდი სიხარული, მოიტანეს დიდი სულიერი თანადგომა და მხარდაჭერა. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, საეროს, რომლებიც მობრძანდნენ ამ სიხარულის გასაზიარებლად, რომელიც უკავშირდება ფოთისა და ხობის ეპარქიის, ენკენიობის, განახლების, თუნდაც დამოუკიდებელ ეპარქიად ჩამოყალიბების 20 წლის თავს. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ეს. მოგეხსენებათ 1995 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკლესიის ეპარქიები დაიყო და ცალკე ერთეულებად ჩამოყალიბდა ყოფილი მსხვილი ეპარქიები და სამეგრელოშიც რამდენიმე ეპარქია გაჩნდა, ასევე იმერეთში, ასევე აჭარაში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და წლებმა დაგვანახა, რომ ეს იყო ძალიან გონევრული
და ბრძნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მასთან ერთად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდისა. და აი დღეს 20 წელს ვზეიმობთ, აღნიშნავთ პირველად ამ ეპარქიაში მღვდელმთავრის მობრძანებიდან და მას შემდეგ ერთი თვალი რომ გადავავლოთ, თითქოს ძალიან ახლოს არის 1996 წელი, მარადეულობის წინაშე ეს ძალიან მცირეა, მაგრამ ეს არის თითოეული ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი და ჩვენ ვინც აქ ვიმყოფებით მღვდელმთავარნი, წარმოდგენილნი, ფაქტიურად უკვე საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის პირობებში, აი ამ გამრავლებული ეპარქიების პირობებში დადგენილი ვართ და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო და ერთ-ერთი გამოხატულება ამ შედეგისა აი საკათედრო ტაძარია, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, რომელიც არის სიმბოლო ახალი დროისა, სიმბოლო განახლებისა, სიმბოლო მკვდრეთით აღდგომისა. და ეხლა ჩვენ აღვავლენთ ღვთისმშობლის წინაშე, მაღალი ღმერთის წინაშე ლოცვას, პარაკლის, მადლობას შევწირავთ ყოვლადწმიდა სამებას, ყოვლისავეთვის, რომელი მოგვაგომან ჩვენ. ასე გამოვხატავთ მადლიერების გრძნობას და შევეცდებით, რომ ჩვენი სამომავლო გზები ასევე დაკავშირებული იყოს ჩვენს ნათელ მომავალთან, მომავალ აღმშენებლობასთან და სულიერ კეთილდღეობასთან. ფოთისა და ხობის ეპარქიას სადღესასწაულო თარიღი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ წმინდა სინოდის სახელით მიულოცა. ღვთის მადლი და ღვთისწყალობა უფრო მეტია ვიდრე ჩემი სურვილი და თქვენ არა მარტო ამ სოფელში, არამედ იმ სოფელში, რომლისკენაც ჩვენ ყველანი მივისწრაფით, თქვენს სამწყსოსთან ერთად ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ და აქაც და იქაც ჩვენთვის და სრულიად საქართველოს ერთიანობისთვის დაუღალავად ილოცეთ. მე თუ მაქვს ამისი უფლება, ვთქვა მადლობას გიხდით ჩემი მხრიდან იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც თქვენ დღემდე შეასრულეთ, თუმცა მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მრავალი ათეული წერილი კიდევ ღირსეულად გააგრძელებთ მსახურებას ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში. მადლობა, როგორც მეუფემ დაასრულა თავისი სიტყვები, ასე მინდა მეც დავასრულო. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მადლობა ღმერთს საკუთრივ მეუფე გრიგოლისათვის, რომ ის უფალმა გამოარჩია საქართველოს ეკლესიის წიაღში ამ ეპარქიის მღვდელმთავრად და თქვენს წინამძღოლად და ჩვენს ქრისტეს მიერ ძმად. 6 მოქმედი ეკლესია, 6 მღვდელი, 1 იღუმენია, 1 ბერი, ასეთი იყო მემკვიდრეობა, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს ერგო წილად. 20 წლის იუბილეს კი ეპარქია ათეულობით ეკლესია მონასტრით, საგანმანათლებლო დაწესებულებებით, გაზრდილი მრევლის რაოდენობითა და აღდგენილი საკათედრო ტაძრით შეხვდა. მინდა შევუერთ დღეს ფოთისა და ხობის ეპარქიის მრევლს და არა მარტო მათ, არამედ სრულიად საქართველოს და მიულოცო ეპარქიის წინამძღოლს მეუფე გრიგოლს მღვდელმთავრობის 20 წლისთავი და დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღი. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღებია ორივე. ამაზე ჩვენ ალბათ დეტალურად კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ იმ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიმართება. ერთი სიტყვით კი შეიძლება ითქვას, რომ მეუფემ ამ 20 წლის მანძილზე, როგორც მღვდელმთავარმა, ბევრი გააკეთა ამ ეპარქიის აღორძინებისა და განვითარებისათვის, რაც უპირველეს ყოვლისა არის, რასაკვირველია დამსახურება ჩვენი დიდი პატრიარქის უწმინდა ესტევანდეტარის ილია მეორისა, რომელმაც გამოარჩია მეუფე 20 წლის წინ მღვდელმთავრად ჩააბარა ეს ეპარქია და შემდეგ კი მეუფემ შეიძლება ითქვას, რომ ფუტკარივით იშრომა და აი ეს ტაძარი, რომელიც იყო
თეატრი და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ აქ შეიძლება კვლავ საკათედრო ტაძარი დაფუძნებულიყო, აი მეუფის დიდი ღვაწლით ეს მოხერხდა. და ვლოცავ ჩვენს ეპარქიას 20 წლის წინ ჩვენ ძალიან ცოტანი ვიყავით ერთეულები. და ეს იყო ერთი დიდი ოჯახი, საოცარი დიდი სიყვარული და ერთი ორგანიზმი. ახლა ეკლესია დღესაც ერთი ორგანიზმია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ საოცარი სიახლოვე იყო. შემდეგ გაიზარდა, მეუფე არის ძალიან დიდი ამხშენებელი. იმდენი ეკლესიები აღშენდა, ძალიან ბევრი მომრავლდა მოძღვრები. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით ფოთის მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე სამრევლო დარბაზი გაიხსნა. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა, ამ ადგილას სამეცნიერო კონფერენციები, ლიტერატურული საღამოები და სხვა საინტერესო შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებას ფოთისა და ხობის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სამრევლო ცენტრი ეს არის ადგილი, სადაც უკვე სასულიერო პირთა მრევლი შეიკრიბება და მრავალ საჭიროებაო საკითხებზე ისაუბრებენ. მეტი უშუალო ურთიერთობა იქნება, არა მხოლოდ ისე რომ ხალხი დგას და ამბიონზე ამაღლებულს გიყურებს, არამედ პირისპირ შეხედოს, არა მარტო მოგისმინოს, შეკითხვას დასვას და აი ეს ურთიერთობა გაფანტავს იმ გაუგებარ ბურუს, რომელიც ჩამოწვება ხოლმე. ერთის მხრივ თითქოს პატივს მიაგებ, მეორეს მხრივ სულ განკითხვაში ადამიანი და მიმაჩნია, რომ აი ესეთი ცენტრები ყველა ეპარქიაში ძალიან კარგ როლს ასრულებს. მინდა მიულოცო მეუფე გრიგოლს იუბილე, მინდა ასევე მიულოცო ჩვენ ქალაქს ეპარქიის აღდგენის 20 წლისთავი. ბევრი რამ გაკეთდა ამ ქალაქში, აი ამ 20 წლის განმავლობაში ძალიან რთულია ორი სიტყვით, რომ ეს ჩვენ გადმოვცეთ ახლა. მე მინდა ერთი ვთქვა, რომ პირველი უმთავრესი რაც გაკეთდა ალბათ იყო ის, რომ ეს ტაძარი, სადაც ვიმყოფებით, საერთოდ არ ვიცოდით, ინსტიტუტი, სკოლა ისე დავამთავრე, რომ მეგონა რომ ეს თეატრის შენობა იყო, აღმოჩნდა რომ იყო შიგნით ტაძარი მოთავსებული და ჩვენი ქალაქის მიღწევა ის იყო და ღვთაებრივი საქმეც აჩვენებს ზუსტად რომ გვაქვს შესანიშნავი თეატრი დღეს და შესანიშნავი ტაძარი, რომელიც აშენდა ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით. ეს ყველაფერი მეუფეს დამსახურებით და ჩვენი თანაკალაკელების დამსახურებით. საიუბილეო საღამო ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის პროფესიულ თეატრში გაგრძელდა. აქვე გაიმართა პროფესორ ვაჟა შუბითიძის წიგნის წარდგინებაც. ნიკო ნიკოლაძე კაცი სახელმწიფო. ასე ჰქვია გამოცემას, რომელიც ფოთის დამაარსებლის შესახებ საინტერესო ფაქტებზე მოგვითხრობს. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მიიღო ფოთის ეპარქიის 20 წლის თავისადმი მეზღვე ღონისძიებებში. და ისევე როგორც ჩემი წიგნის ნიკო ნიკოლაძე კაცი სახელმწიფო პრეზენტაცია ქალაქ ფოთში ამ კვირეულის დღეებში, რომელიც ეზღუნება ფოთის ეპარქიის 20 წლის თავს. ეს წიგნი ამ წიგნზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდი და აღმოაჩინა სულიად სხვა ნიკოლაძე. ეს არის პიროვნება, რომელსაც ყველაზე უფრო მეტი წვლილი მიუძღვის ალბათ პრაქტიკული განსაკუთრების საქართველოს მომავლისათვის მისი დამოუკიდებლობის შესამსადებლად წარმოებულ სამუშაოში. ნიკო ნიკოლაძე იყო არა მარტო დიდი თეორეტიკოსი, არამედ დიდი პრაქტიკოსი, ულმობელი საქმის კაცი უწოდა მას არც იდეოლოგიამ და საქართველოს ახალ ისტორიას არ ახსოვს ასეთი პრაქტიკული, ნიჭიერი და მეურნე, არც მერი, არც ეკონომისტი და არც პრაქტიკული ადამიანი. თეატრში საგანგებოდ საიუბილეო თარიღისთვის შექმნილი წარმოდგენა გაიმართა. გიორგი სურმავას რეჟისორობით ფოთის თეატრის მსახიობებმა ეპარქიის დაარსების დღიდან მიმდინარე მოვლენები ასახეს. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა ფოლკლორულმა ანსამბლმაც მიიღო. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი თარიღია და ამ დღეს ჩვენ ერთგვარად ვაჯამებთ ჩვენს ეპარქიაში მეუფე გრიგოლის ხელმძღვანელობით გაწეულ საქმიანობასა და მუშაობას. საოცარი მიღწევებია, უპირველესად სულიერი აღორძინების, სულიერი კათარზისის გზაზე. საოცარი შედეგებია სხვადასხვა სოფლებში, ქალაქში, ტაძრების მშენებლობის თვალსაზრისით. და მთავარი დაარსებითი ის არის, რომ მრევლი გაიზარდა და ამას მეუფე გრიგოლი თავისი მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. მე მინდა პირველ რიგში ჩემს ქალაქს ფოთს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი დღე 20 წლის იუბილე ეპარქიის და მინდა მეუფეს მივულოცო საიუბილეო თარიღი, უსურვო წარმატებები, ჯანმრთელობა და ჩემს ქალაქს უსურვო სულიერი აღორძინება და რწმენაში ყოფნა. ეს არის გიორგი სურმავა,
და რაზაზე ჭანტურიან შექმნეს ეს ამბავი, რა თქმა უნდა, დოკუმენტურ ქრონიკაზე, ანუ ინფორმაცია იყო ნამდვილი, ანუ მასალა მეუფე გიორგი ალადაშვილზე, რომელიც მოღვაწეობდა იმ პერიოდში ქალაქ ფოთში და იყო ეს გაცოცხლებული, ანუ ინსცენირება გავაკეთეთ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. აგვისტოდან მარიამობის მარხვა იწყება. მრევლი მარხვითა და ლოცვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. ქრისტიანული სამყარო დედა ღვთისმშობელს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. უდიდეს 12 დღესასწაულთაგან 3 ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ მისადმია მიძღვნილი. განსაკუთრებული სიყვარულით ადიდებენ წმინდა მარიამს საქართველოში, რადგან როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყანა სწორედ დედა ღვთისმშობლის წილხვედრია. 14 რიცხვიდან იწყება მარხვა, რომელიც ეძღვნება დედა ღვთისმშობელს, 28-ში დამთავრდება ეს მარხვა. ჩვენ როგორც ვიცით, საქართველოს დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის, ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დედა ღვთისმშობლის მიმართ ქართულ ხალხს და კარგი იქნება, რომ და აუცილებელი არის, რომ ყველა დაიცვას ეს მარხვა და ამით პატივს მივაგებთ ერთი თავად დედა ღვთისმშობელს და მოდროულად უფალსაც და ჩვენთვისაც, ჩვენი სულიერებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აუცილებელი არის, რომ მარხვის პერიოდში ყოველთვის გავძლიერდეთ ლოცვით. უპირველეს ყოვლისა უნდა ლოცვით გავძლიერდეთ და კარგი იქნება, თუ ღვთისმშობლის დაუჯდომელს წავიკითხავთ კვირაში 2 დღეს მაინც და მეთქვით აღსარებას და ვეზიარებით ეს მარხვა მცირე მარხვა არ არის მკაცრი მარხვა და ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია რომ ეს მარხვა დაიცვას და ძღვენი მიართოს უფალს. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა ღვთისმშობელთან ერთად წილი იყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში მოუწევდა ქრისტიანობის ქადაგება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია, ანუ საქართველო. ყოვლადწმინდა ქალწულმა ფრიად გაიხარა და განემზადა ივერთა ქვეყანაში წასასვლელად, მაგრამ მას უფალი გამოეცხადა და უთხრა: აწნუ განეშორები იერუსალიმს, წელხვდომილი შენი ქვეყანა განათლდება მომავალში და შენი მეუფება გამტკიცდება იქ. რადგან მოახლოებული იყო დედა ღვთისას მიძინება, წმინდა მარიამმა უხმო წმინდა ანდრია მოციქულს გადასცა თავისი ხელთუქმნელი ხატი და გაგზავნა საქართველოში საქადაგებლად. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა უდიდესი პატივი და ხვედრია ქვეყნისა და ამავდროულად განსაკუთრებული პასუხისმგებლობაცაა, რადგან უფალი ამბობს, ვისაც მეტი მიეცა, მეტივე მოეთხოვება. ღვთისმშობლის წილხვდომილობა ქართველ ერს უპირველესად ავალებს, რომ ერთგულად იცავდეს ღვთის მიერ ადამიანისთვის დაწესებულ ზნეობრივ კანონებს. მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულით სრულდება. წელი 14 აგვისტო დილის 7 საათზე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან გასროლის ხმა გაისმა. სწორედ ამ გასროლით დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოჭი ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად მიმავალ საქართველოს შინაგან ჯარებს რუსულ გაკვეთილებ გავლილი ვლადისლავ არძიმბას განკარგულებით შექმნილმა სამხედრო დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაადგილების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა წინასწარ იყო ინფორმირებული, ქართული სამხედრო შენაერთებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ წყდებოდა. საბრძოლო მოქმედებები ოჩამჩირეში, გულრიფშსა და სოხუმის მისადგომებთან მიმდინარეობდა. სამხედრო დაპირისპირებაში მალევე ჩაერთვნენ ჩრდილო კავკასიის კონფედერაციის დანაყოფები, კაზაკები, რუსული ჯარის ნაწილები, ასევე რუსული სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი ბაგრამიანის სომხური ბატალიონი. საომარ მოქმედებებში პერიოდულად მონაწილეობდნენ რუსული სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ძალები. უთანასწორო დაპირისპირება, რომელიც რეალურად რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა, 1993 წლის 27 დეკემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ეროვნული სატყეო სააგენტო წლებია ტყის დაცვას სხვადასხვა მავნებელი დაავადებებისაგან ახორციელებს. წელს სააგენტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია ბზის კორომების დაცვა ინვაზიური მავნებელი სახეობის პეპლის, ბზის ალურასაგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 3 წელია ფიქსირდება. არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებლით მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სპეციალურად შეირჩა ბიოლოგიური პრეპარატი. 2015 წელს უცხოელ ექსპერტებთან ერთად განხორციელდა საველე გასვლები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც ბუნებრივი ბზის კორომები შეისწავლეს. ბზის ალურას გავრცელება დაფიქსირდა მხოლოდ 3 რეგიონში: იმერეთი, გურია და სამეგრელო ზემო სვანეთი, სულ 400 ჰექტარ ფართობზე. აღნიშნული კვლევის შედეგად გაიცა რეკომენდაციები და დაიგეგმა მომდევნო წელს განსახორციელებელი ბრძოლის ღონისძიებები, რაც შესულია ასევე კოლხური ბზის გადარჩენის მრავალწლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. სატყეო სააგენტოსთვის წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის კოლხური ბზის დაცვა მავნებელი პეპლისგან, რომელიც შემოიჭრა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 3 წელია. მათ წინააღმდეგ სააგენტო იყენებს ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც დამზადებულია სპეციალურ სახეობის ბაქტერიაზე, Bacillus thuringiensis. და აღსანიშნავია, რომ ეს პრეპარატი არ არის საზიანო არც ფუტკრებისთვის, არც ადამიანისთვის და არც შინაური ცხოველებისთვის. 20,000-მდე მასწავლებლის გადამზადების მიზნით მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ტრენერთა სასწავლო კურსი მიმდინარეობს. პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებს მოიცავს. სპეციალური სწავლების გავლისას ტრენერები მოსწავლის როლს მოირგებენ, რათა კარგად გაითავისონ მოდულის შინაარსი. ის პედაგოგიური მიდგომები, მეთოდები და აქტივობები, რომლის დანერგვასაც ტრენინგ მოდული ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ტრენინგში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც, რომლებისთვისაც საგანგებოდ ითარგმნება სასწავლო მასალა და გადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი ტრენერები. ეს არის ძალიან საინტერესო სტრუქტურა ტრენინგის, რომელიც დაეხმარება ჩვენს მონაწილეებს უკეთ გაიაზრონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები და შეძლონ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გადატანა უშუალოდ საკლასო ოთახში და პრაქტიკაში. ჩვენი ტრენინგი შეეხება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომების პრაქტიკაში დანერგვას. ჩვენ ტრენინგზე ვირიგებთ მოსწავლის როლს. და ჩვენ შემდგომი სატრენინგო მასალიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვეძლება ასევე განახორციელოთ ამ სატრენინგო მასალის მასწავლებლებთან დანერგვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით აღნიშნული ღონისძიება საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად ტარდება. ცხოველების ვაქცინაცია პირველ ეტაპზე კახეთში, აჭარის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში მიმდინარეობს. ღონისძიებები ბრუცელოზის კონტროლის პროგრამის ფარგლებში სისხლის ნიმუშების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მაღალი რისკის ზონებში დაიგეგმა. ცხოველთა ვაქცინაცია ისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული მაღალი ხარისხის ვაქცინა. პროფილაქტიკური ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში. შემდეგ კი პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სახელმწიფომ გაიღო საკმაოდ დიდი ხარჯები იმისთვის, რომ სააგენტო მომზადებულიყო ამ პროგრამის განსახორციელებლად. კერძოდ შესყიდული იყო ახალი თაობის, უახლესი თაობის ვაქცინა, ეს არის ესპანური ვაქცინა RB51. ვაქცინაცია შეეხება აუცილებლად მხოლოდ იდენტიფიცირებულ ცხოველებს. ბრუცელოზი ქრონიკულად მომდინარე ინფექციური დაავადებაა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ენდემურია და საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის როგორც ფერმერებს, ასევე მოსახლეობას, ვინაიდან ეს არის ზოონოზური დაავადება და ადამიანისთვისაც არის საშიში. განსაკუთრებით საშიშია დაავადებული ცხოველის რძის პროდუქტები, ეს გამოყენება, ასევე მოვლა-შენახვის დროს ცხოველიდან შეიძლება დაავადეს ადამიანი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამის განხორციელება. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ საქონელი თუ ბრუცელოზით დაავადება და მეწველი განსაკუთრებით მეწველ ძროხას რო ბრუცელოზი ექნება, ის უნდა დაიკლას. იმის გამოჯანმრთელებით ბრუცელოზის მკურნალობა არ არსებობს. ბრუცელოზი არის ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადება, რომელიც ძალიან საშიშია. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, ადამიანები, რომლებიც
ამ პროდუქტს ღებულობენ ყველს ბრუცელოზიანი ძროხისაგან მიღებულ პროდუქტს, იმათთვის ძალიან საშიშია. საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი თბილისის მერიის თასი 2016 საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. სადებიუტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრებს 77-66 სძლია. ტურნირი 14 აგვისტომდე გასტანს და მასში საქართველოსა და ჰოლანდიასთან ერთად უკრაინისა და რუსეთის ნაკრები გუნდები იასპარეზებენ. ღონისძიება თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით წელს მეხუთედ იმართება და მისი მიზანია საქართველოს ეროვნული ნაკრების მომზადება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის. დღეს დაიწყო თბილისის მერიის მატჩი, სადაც 4 ძალიან საინტერესო გუნდი მონაწილეობს. მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელი გახსნითი თამაში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ღირსეულად გაიმარჯვა. დასაბალი არ არის და თავიდან ცოტა ნერვიულობდით, თუმცა თამაში მალევე შეიცვალა და ჩვენი ბიჭების ღირსეული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად ღირსეული გამარჯვება მიიღო. ძალიან საინტერესო თამაში იყო და ძალიან სასიამოვნო წარმატებები ვუსურვებთ ჩვენს. პირველ რიგში ძალიან კმაყოფილებია ჩვენ და ბედნიერებია იმისთვის, რომ გვეძლევა საშუალება ვითამაშოთ ჩვენს ქვეყანაში, სპორტის სასახლეში, რადგანაც მოგესალმებით მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ოფიციალური თამაში დავამაშავთ და აქ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი გულშემატკივრის წინ გამოვიდეთ და ასე ვითამაშოთ თამაშები და არა მარტო გასვლაზე. ასე რომ დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მერიას, ესეთ ტურნირს ატარებენ.